ბოლო 3 თვეა ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი მაქვს. ესეთი რთული პერიოდი არ მქონია მაშინაც კი, როდესაც მაშინ რა იცით ყველამ როდის. ხო და არ ვიცი ჩემი სტორიებით ან ჩემი Facebook-ით მეხუთე თუ არა, მაგრამ ეხლა რომ მიჭირს და ეხლა რომ მაქვს რთული მდგომარეობა, არასდროს ესეთ მდგომარეობა არასდროს ჩემი ცხოვრების 41 წლის განმავლობაში არასდროს ესეთ მდგომარეობა არ მქონია. ვინც იცის, ხო იცის, ვინც არ იცის დეტალები, ესე იგი არ არის საჭირო რომ იცოდეს. მეგობრებს გულისხმობ, ვინც გვერდში მედგა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ იციან და ვინც არ მიდგა, აქედან იგებს. ესე ცუდად არ ყოფილა არასდროს. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამასაც გადავლახავ. იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში არასდროს არაფერი არ ყოფილა ისეთი, რაც არ გადამილახავს. და ამასაც გადავლახავ. ესეთი შვიდი და ესეთი ჩუმი, დამანგრეველად ჩუმი დეპრესია თუ მექნებოდა, თუ რა ვიცი, არ ვიცი რა ქვია, ახლა არ მეგონა. მაგრამ მოხდა. გასვიზამთ. არ დავიწყებ იმის ძიებას თუ ვისი ბრალია და იმედია თქვენც არ დაიწყებთ იმის ძიებას თუ ვინ არის დამნაშავე. უბრალოდ თხოვნა იქნება ჩემი რომ არავინ არაფერში არ დადანაშაულოთ, იმიტომ რომ არავის ბრალი არ არის რაც მოხდა. მოხდა რა. მიზეზებზე ვერ ვილაპარაკებ. არ თუ საჭიროთ მიზეზებზე საუბარს, თუ ხვდებით რაზე არის საუბარი. ხვდებით თუ ვერ ხვდებით, არა უშავს. გაიგებთ და მიხვდებით. რა უნდა ვთქვა ის არ ვიცი. რაღაცას ყველაფერს აქვს დასასრული, დასაწყისი. რაღაცა მთავრდება რა. რამდენიმე თვეა რაც ეს დამთავრდა. აქამდე მისვლა იყო რთული. მისვლა იყო აქამდე რთული. წერტილის დასმა იყო რთული. წერტილის მერე უკვე სიმშვიდეა. მაგრამ ეს არის მომაკვდინებელი სიმშვიდე, აი. ვერ საუბრობ ამ თემაზე. ვისაც არ გეკონტაქტებოდით, შინაურებზე მაქვს საუბარი. ვისაც ესე აქტიურად არ გეკონტაქტებოდით, იმედი მაქვს ახლა მიხვდებით თუ რა იყო ჩემი სიჩუმის მიზეზი. იმიტომ არა რომ თქვენთან კონტაქტი მეზარებოდა და უბრალოდ ძალა არ მქონდა ხალხთან საუბრის. აი მართლა ძალა არ მქონდა. და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა შემეგობარს, ვინც აი ეს პერიოდი ჩემთან ერთად გაიარა და ერთი წუთი არ დამტოვა მარტო. ღამის პირველზე, 2-ზე, 3-ზე ვინც მენგა გვერდში. ვაკუნას და ნათიას განსაკუთრებით. ესე რამე ნაბიჯის გადადგმა თუ გამიჭირდებოდა, აი მართლა არ მეგონა, აი ჩემი ეს გადადგმული ნაბიჯი იყო სიკვდილის ტოლფასი, იმიტომ რომ მართლა აი რაღაცნაირად მოუკვდი და რაღაცნაირად მე თავიდან დავიბადე. ჯერ ვსწავლობ სიარულს და საუბარს. და ჩემი მეგობრები მიდგანან გვერდში ძალიან. და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ახლა სალის და ირენას, რომლებიც ხვარიდან ეცდებიან, რომ დააბრუნდეს ისევ ის ძველი თამუნა, რომელიც დიდი ხანია არ ვინახავს. და მაინც
ყველა იმ ადამიანებიდან, რომლებიც დაბკარგე, ყველა იმ ადამიანებიდან ყველაზე მეტად მინანება და მინატრება ის თამუნა, რომელიც დაიკარგა ბევრი წლის წინ. ყველაზე მეტად ის ადამიანი მინატრება. ყველანაირად ვეცდები, რომ დავიბრუნო. სხვა რა გითხრათ? არ არის საჭირო რეკვები და კითხვები რა მოხდა, ვერ გიპასუხებთ. არ გიპასუხებთ. იმიტომ რომ მე მივდივარ, რომ დავიბრუნო ჩემი თავი და ჩემი ცხოვრება. საკმარისია. საკმარისია მართლა. ერთსაც ჩავწერდა მორჩები ამითი ამ თემაზე საუბარს დაგთხოვთ ზედმეტი კითხვებით არ მომმართოთ. იყო ესე პერმანენტულად მესამე პიროვნებები იჩნდებოდნენ ჩვენ ურთიერთობებში და მე ვიცოდი ამის შესახებ და ვატარებდი, ვპატიებდი, ხმას არ ვიღებდი გარკვეული მიზეზების გამო, ოჯახის გამო, წლების, ბევრი რაღაცის გამო არ მინდა კონკრეტება, ერთ-ერთი მძიმე ეტაპი შარშან გავიარეთ. სეკვაინოს კლუბის დროს, როდესაც რაღაც პარტნიორთან გარკვეული ურთიერთობები რაღაცები დაიწყო, მაგრამ არ მივიდა ბოლომდე და ესეც გავატარე, ასე ვთქვათ. მაგრამ წელს იყო მართლა დაგვირგვინება ყველაფრის წელს ვეღარავიდან მოკლედ. ესე მოხდა ეს ამბავი. ამ ყველაფრის მიუხედავად მე მესამე ადამიანი არასდროს არ დავიდანაშაულებია არაფერში, იმიტომ რომ მაინც ვთვლი რომ ის მესამე არაფერში არ არის, თუ რაღაც არ არსებობს ორ შორის ის მესამე ვერ გაჩნდება და არ გაჩნდება, მაგრამ ეხლა წელს რასაც უყურე და რაც ვნახე შემთხვევით აბსოლუტურად გაუგონარი და წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ გაწყავს ცოლი, სამი შვილი და 12 წლიანი ოჯახი, ესე სახლში ადგებოდე, ღამე, სასმელი, აი მოკლედ არ მინდა ეს მოკლედ დეტალებში შესვლა, ძალიან მიჭირს, ძალიან. არ მესმის ესეთი ქალების, მაგრამ ეს გოგო არ ფშუში არ არის. მართლა არ ვიშარო დანაშაულებ იმ ადამიანს ჩვენი ბრალია ყველაფერი ჩვენ რო ყოფილიყავით მყარად და აქვე იმ მეგობრების დამოკიდებულებაც ცოტა არ მესმის. ეხლა და მირეკა ათენიდან გოგომ რომელიც ორჯერ მყავს ნანახი და ეხლა ფილტრი მადევს და იმ გოგომ ან როგორც შემხედა რა გჭირსო ამ გოგომ მკითხა, იმიტომ რომ ორი კვირა ისეთი სახით დავდივარ, რომ ხალხო არა ქმედება მაქვს დაკარგული, თვალი ცალკე გამირბის, პირი ცალკე, ხვირი ცალკე, ხელი ცალკე, გაქნეული ვარ, აი ვერ ვაკონტროლებ, სხეულს ვერ ვაკონტროლებ, იმდენად მძიმედ ვარ და აი მეგობრების მიგვის, რომლებიც აი ამდენი ხანი ჩემი მეგობრები არიან და ეხა აი ამ სწორების მერე მირეკავენ, რომ რა მოხდა, რა გჭირს. ავიც უცხო ადამიანი მარო შევამხედე სახელზე, ის მიხვდა რა მჭირს. თქვენ როგორ ხვდებით ამდენი ხანი არ მჭირდა. ჩაქუჩებით სირბილს არ ვაპირებ. მართლა. უბრალოდ ერთი რჩევა მინდა. ყველა მამაკაცს მივცე, როდესაც სახლიდან გადიხართ, ლეპტოპში მესენჯერი ჩართული არ დატოვოთ. მორჩი მე ამ თემას საუბარს. აღარანაირ კომენტარს აღარ გავაკეთებ, აზრი არ აქვს, არ დამირეკოთ, არ მკითხოთ. არაფერზე მე აღარ ვისაუბრებ. დამთავრდა ეს ისტორია, 12 წლიანი ურთიერთობა დამთავრდა და ჩემი სწორებიც ამით დამთავრდა. წარმატებებს გისურვებთ. ორივეს წარმატებებს უსურვებ შემთხვევასაც. თუ სადმე არადეკვატური და სახიახეული ნახეთ, მიხვდებით აწერაში საქმე.
ამდენი ხანია ვფიქრობდა, ერთადერთი რაღაცა ვერ ამოვხსენი. რანაირად შეიძლება რომ ადამიანმა ქმრის ხალადი უფრო განიცადოს, ვიდრე დედის. შარშან ისე ვიყავი რა, ისე ვიცი, რაღაცნაირად მობილიზებულად და არ ვიყავი ესე. ამ ისტორია ნაკუწებად დამამსხვრია. ალბათ ახლა ერთად მოგვიწევს ფენიქსის დაბადების ყურება და რადგან გაიგო რომ ძალიან ბევრი ქალია ჩემ მდგომარეობაში და ბევრი გადის ჩემთან ერთად იგივე მდგომარეობას, ერთად ვასწავლით ერთმანეთს როგორ უნდა შევაკოწიცოთ ჩვენი თავიდან. საიდან და როგორ იწყება ეს ყველაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ დიდი ხანია ესეთი მდგომარეობა არ მქონია და დიდი ხანია არავის დავშვერებული ვარ. 13 წელი, 14 წელი. მაგრამ რაღაცნაირად ერთმანეთს ვასწავლით და ერთად გავივლით იმ გზას, რასაც საკუთარი თავის დაბრუნება ქვია. ხო, ვითომ ეს ლაპარაკობ, არ არის ესე. აქ მაგას რაღაც გაჩხერილი. მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერს შევძლებთ. ერთი წამით ანაპარება იჭ. თავიდან რაღაცა ეს ჩავარდნის დაწოლის, ჩაწოლის, დაგდების მომენტები ალბათ აუცილებელია. მაგრამ აუცილებლად დავდგებ ფეხზე. რა თქმა უნდა, არც განვიხილავ იმას, რომ რაღაცა დეპრესიაში ჩავარდებით. საერთოდ არ განვიხილავ იმას, რომ სულად ვიქნები. მაქვს ახლა ეს პერიოდი, რომ ახალი წაკითხული მაქვს ყველაფერი და ახალი გამოწარებული ვარ, მაგრამ ოკეია. ყველაფერი კარგად იქნება.